წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირ სიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, 10 ნათის ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. გადაცემა ოდაბადეშ კინოხონის სპონსორია ლიბუფუდი. ლიბუფუდი, ადგილზე დამზადებული უმაღლესი ხარისხის ნახევარფაბრიკატები, როგორც მოხარშულ, ასევე გაყინულ მდგომარეობაში. შეიძინეთ კონსტანტინე გამსახურდიას 34-სა და რუსთაველის 253-ში. შესაკვეთად დარეკეთ 579 29 29 22. მშვიდობის ხუთშაბათია და ტრადიციულად ოდაბადეშ კინოხონის დროა FM-ზე 105.9 რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში. გადაცემა, რომელიც ასე ძალიან შეიყვარა ჩვენ მერდგულმომსმენელმა, გადაცემა, რომელიც უყვარს შემქმნელებს და რომელიც გვიყვარს ძალიან ჩვენ წამყვანებს. უძღვებით ორნი ისტორიკოს-კვლევარი ბატონი ლაშაჯიქია და მე სოფიო ხუციშვილი. ყველა გადაცემის ნახვა შეგიძლიათ ვებზე რადიო ათინათი.gr, Facebook-ზე რადიო ათინათი და YouTube-ზე. უბრალოდ ჩაწერეთ ოდაბადეშ კინოხონი და ყველა გადაცემა დაგხვდებათ იქვე და კიდევ ერთხელ ვიტყვი და არ დამეზარება იმის თქვა რომ უნიკალურია ეს გადაცემა, იმით რომ არის ორ ენაზე, მეგრულად და ქართულად. ძალიან დიდი სიამოვნებით მივესალმები ამჯერად ბატალაშას. საღამომშვიდობის ონჯუა ჯგირობუაში. ონჯუა ჯგირობუაში თქვენი, მივესალმებით გონისნებართვით ჩვენს ერთგულ რადიო მსმენელებს. მართლაც დაგეთანხმებით რომ უკვე ჩვენ ყავს ერთგული მსმენელები, რომლებმაც მართლაც შეიყვარა ეს რადიო გადაცემა. ვინაიდან აი ამაში დავწმუნდი ამ ბოლო პერიოდში რამდენიმე შეხვედრა მქონდა და თქვენ წარმოიდგინეთ მარტოშიც, სენაკშიც და ცაიში ვიყავი ახალხანს და იქ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ალბათმა დარიკომაც თქვა რომ არ ტოვებო არც ერთ გადაცემას და მოკლედ მიხარია ეს რომ საზოგადოება ასე გულმოდგინეთ რომ ისმენ ჩვენს და კიდევ არის ერთი ზუგდიდში ცნობილი ადამიანი გუჯანანიშვილი მეგრულად დაიწყო თამადობა ამ ჩვენი რადიო გადაცემების შემდეგ და მოკლედ ისეთი გავლენის ქვეშ ვართ რომ აი დადებითი პოზიტიური შენიშნება და მიხარია ძალიან. მეც მიხარია ძალიან ეს იმას ნიშნავს რომ თავის სათქმელი თქვა ამ გადაცემამ. კი ბატონო. დიდი აგური დავდეთ ამ კეთილ საქმეში. და თუ უფრო და უფრო შემოგვიერთდებიან და მეტნი ვიქნებით, მთლა გადასარევი. რა თქმა უნდა, თითქოს და ისეთი განწყობა იყოს საზოგადოებაში, რომ მეგრული ენა რაღაც დაბიური ენა და რაღაცა არა დავხედავ ჩვენ რამხელა შინაარსის მატარებელია, თავისი აზროვნებითი შინაარსის, თავისი მითოსური, თავისი უზარმაზარი ტრადიციებით, რიტუალებით და ასე რომ ფაქტიურად მეგრული ენა აი ნებისმიერ ენას გვერდით დაუდგება, მართალია უდამწერლო ენა, მაგრამ თავისი აბსოლუტურად სიტყვათა მარაგით, ლექსიკით არის სრულყოფილი ენა. და სხვათა შორის აქვე მინდა ვთქვა, ცოტა სკეპტიკურად განწყობილი ხალხის საყურადღებოდ. ესეც ადამიანებმა გავაკეთეთ ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ შევქმნით ეს პირობებიც, რომ ზოგმა არასწორად ილაპარაკა, ზოგმა იგლდა არბილა, მაგრამ არ ვიტყვი ხარ დავასახელებ კუთხეს და ზოგადად კონკრეტულად ქალაქებს, რომ საშინელი ლიაფთ ასე რომ. აი ჩვენია რატომ არის ეს სამარცხენო პირიქით? ეს არ არის სამარცხენო, მაგრამ შენ როგორც წარმოაჩენ შენს ენას, შენს თავს საზოგადოებაში ისახარ შენ. და შენ თუ დააკნინებ და რაღაცა სხვათა შორის და გილა ვერდულო თუ მუჭორეთ ის თქვანა ორ გილა ვერდულო თქვანკინ მიდგარენ შროვა ინტერესტენა და გეგნოილუანს გვაილო თაშნამ და გვიყვარდეს ჩვენი ენა გვიყვარდეს ის სადაც ვართ და ის ყველაფერი რასაც ვაკეთებთ და მერწმუნეთ რომ ორჯერ უფრო კარგად გამო ბატონი ლაშა არ დაეტია უკვე დედამიწაზე და გილა ფურინოს გილებ დირონჯუთ ასეთ სასჭკი ხო მოკლედ ჩვენ დავანოს წინა რადიო გადაცემისას რომ თვარეზე ვისაუბრებით თუთა მაგრამ ვიფიქრე რომ უფრო უკეთეს იქნება საზოგადოებისთვის რომ ბარემ გავაერთიანოთ ეს ასტრალური დაებები და შესაბამისად უფრო უკეთესად იქნება გასააზრებლად თქვათ რა რიტუალები იყო და მოკლედ როგორ გამოიყოფოდა ეს დღე და ანუ მიჩნეული იყო ყოველი დღე ყოველი ასტრალური ღვთაებისთვის და მოკლედ ამაზე უფრო თვალსაჩინოდ იქნება წარმოჩენილი ჩვენს მიერ და მოკლედ ამაზე ვისაუბრებთ. კი ბატონო, წას მოყვებოთ მოკლედ ასტრალურ ღორონთეფრეჩკინ ანდღარ ჩიებაშ თემა. გისმენთ ყურადღებით ჯერ მეგრულად და შემდეგ უკვე ქართულად. კი ბატონო, ტრადიციულად თაშკობ თქვან დიო მარგალურო, ასტრალურ ღორონთეფრეჩკინი ამდღა თარჩიებაშ თემა, კოლხურინაშ ოფას იზირე მუჭოთ მანგარ ძალირდუ ასტრალურ ღორონთეფშეფშა, თუთა ცადო მურიცხებშე გოვილაი წამებიერება. ნამუებშა მერცხილე ბრელ ტრადიცია. და თენემ ხამდღაედღაშა ხოლო ქამაჭირნუ. მარგალეფიშ მერჩკინათ ბჟა ქიანაშ გორჩკინუშ დიდარე. ოდო თუთა მუმა. თეჭკირო ეგინებჩანა ჯეშ თქუალა ბჟა დიდარეჩკიმი თუთა მუაჩკიმი. კოლხურ მარაშ კალენდარს ხოლო ჯგირო
ისირე ასტრალურ ღორონთებშა ნამდღალებდუ მერჩქინელინ თინა შაშხა ბჟაჟდღარე თუთაშხა თუთაშდღა ცაშხა ცაშდღა აკადემიკოს ივანეს ჯავახიშვილის დაკვირათ ჩქინ ჯვეშებს თარ ღორონთო მერჩქინელი აფუდეს თუთა თენაც კონდათ იზირე მარგალურ ეთნოგრაფიულ ორინელს ხოლო სამარგალოს დო ლაზეთის ამდღაერდღაშა თუთას უძახუნა კალენდარიშ მონაკვეთის ნამუთ ასტრალურ ღორონთ თუთაშე მოურსდო გერცხირე ირ თუთაშ მორთალაშა თუთას მუჭოთ გიშაკერზაფილო პატეს არზენდეს მარგალებინ თეშე იჩიებ მისიონერ არქანჯელო ლამბე მარგალებს თეშ ვართ მაზაკვაშა დო ვართ კონდა მაჯინებშა ვართ ანგელოსებშა დო ვართ ღორონთიშა თიშმანწარათ ვაშკურნა მუჭოთ თუთაშან თინა წანა ნამუდა თუთაშე მოურს არზანერ ბედნერებადო უბადო დო გურ მოულირ თუთა უჯღონაც ირფელ გლახას უბადოს ჭუალას ლახალას დო ღურუს ხოლო ათეშენ კაბეთ გურჩამათ პატეს არზენა თუთაშ დღას თუთაშხას მუჟამით ვარდუ ახალ თუთა გამკორჩქინდოდონ ართ მაჟრას უწორუანს თიშ ძირაფას ართ ქოძირონს ხეთე მაჟრა მუშ მაალეს ქაძირანს თეს კანკალე ორჩხეში ეშაღალირ ყამას ქაძირანს თუთას მინ ხამუს დო მინ ხოლო ქუდის გეინწყოს დო თის პატეს ქიმეჩ მარგალებ თუთაშ დღას მუდგა კაბეს საქვარუა გეუძდანინ შოშარაშა ვაულა ათემ დღას მითინ უდეშე მუთუნს ვერზენს თენა მუდგა ვალ მუნოძდანინ იშენით ვართ ხეძღვენს ვართ ონათხირე დო ვართ გუმაჩამალო მეჩანს მითინს ვერჩქინელი აფუნა მუჭოთ ვარენო მითინ თუთაშხას მუშხეთ მუთუნ შხას ქემეჩუდა თუთა თის შეუნწყოს ხეს უდეს ფენდაკ მეუდინასან ჭიეჭიეთ ირფელ დეცარელებდო მუქიდოს კიდუ ცარიელ ტარიელ ათემ დღას მუთუ მონკა საქვარს ვამწიჭყანა ვანას ვათასუნა ბინეხის ხოლო ვადარგუანა კუნტას ქობთქუათან თუთაშხას თეშ ისვანჯუნა მუჭოთ ურიეფი შურიშხას საბატონსუნ თეშ თუთაშხა დღას უღუდ მუშ ოხვამერ დღარხუ ნამუსუთ ჯოხოთ ოთუთაშხე მაჟანერო თუთაშხა ბედნერი ჯვეშო სამარგალოს ხოლორდუ თხილერი არ დღიან დოპიჩუა ნამუსუთ უზახუდეს თუთაშხა დოპიჩუას ათემ დღას ერჩქინელი ადამიანს ხოლო უზახუდეს თუთაშხელას ნამუთ ბედნერ შტანულენს თხილერი ტრადიცია მუჭოთ ჯვე სამარგალოს ირწანას ორთაშგო კურცხინაფას გიშულირს გოვშა თუთაშ ბორჯის თუთარჩელას სერს სანთელებს გეიორზანდეს დო თუთა ღორონთიშე ქრიჭყანდეს ხვამუას თუთაშხა თხას უჭმარეს ხვადოდეს კაბეთ პატიშ მეჩამად ახალ თუთას თუთაშე კულას თუთაშ მორთელიში მუკოძირაფას მარგალებ მუჭოთ არქანჯელოს აფეჭარელინ მანგარ გურიჩამას არზენდეს ათეშენ ბრელი რიტუალებ ხოლებ ხვადუნა თეშგეშა ამდღერდღაშა მოჭირნაფილო მუჭოთ თაშინ გიშართუნდეს თუთაშ სრუმფაზას ახალ თუთა ცელია თუთა დო გობშა თუთა ხოლებ ხვადუნა თუთაშ ოხვამერ ნამუსუ ჯოხოდუ თუთაშ თია თუთაშე მახვამალ ქურუმს მარგალებ უძახუდეს თუთაშის თენებს მაჟანერო ხოლო უძახდეს ჩე გიორგის მოინალებს გეგეშის ჯეგეშის თენებს თხილერ აფუდეს უბრალო კათაშო ფული რიტუალებ ნამუსუ თუთაშური ჯოხოთ თუთაშ მანჯღერე მურიცხის ხოლო თუთაშ ჟღერს უძახუდეს მარგალებ ჯვეშო თუთა კომოლკოჩური ორთაშრე დო თინა იზირე მუჭოთ ართნერო ოლიმ ბჟას ნამუთ დიდაშ სემანტიკურ ფუნქცია უღმარა თენებ ქოთ ართიანს ოფშანა თინეფიშ ართოიანება გაგებურე მუჭოთ ღორონთიშ აპოგეა აბსოლუტურ სისკვამე მარგალებ ამდღა ხოლო თქუონა სქვამ ადამიანშე შადო თუთაშ აკნაწყორარენია კოლხებ შას ხოლო გიშაკერზაფილ პატის არზენდეს მუნეფიშ დუს მიჩქინანდებს ჟაშ სკუალეფო ლეგენდარულ მაფა ხოლო ჩქინაიეთ ჟაშ ჰელიოში სკუათრდ მითოლოგიას მერჩქინელი ჟაშ პატიშ მეჩამაშ რიტუალიფი ართის ქოფშინანთ ნამუშე ჩქი ართ რადიო გინოჩამას ხოლო ქიფჩი დასე ვალა დეტალრო ვემწყნთეს მარა ჭიჭე კუნტას ქოფთქუან დეჟდო არქესე თუთას სერს მარგალე გიშაკერზაფილო საკრალურ დღად მერჩქინანდეს მუშენდა თენარდუ ახალბჟაშ დაბადებაშ დღა ათემსერს დოდირთუდ არძაშ უკაბეტაი სერდო თინა იჭყან რკებას ათემდღაშ ჯოხოთ გეუკუმელუა მაჟანერო უკუმელაშგერია თენარდუ სიმბოლურ ამნახან თიშ ნამუდა ერჩქინდუდ ახალბჟა დღა იჭყან მოძინას სინთე ორჯგინად უკუმელას ჩხურ ორჯგინან სიტიბას იჭყაფუდ ახალ რინაი ციკლ ხვადუდ ბჟაშ რინაშ ხანიშ დაგინძარება ღაშ მოძინა ახე დღარხუქ ქიმიარცხო უჯვეშაშ ბორჯის აჯამურ კულტი ბარბალეს ნამუქ ნაგვიანა ბორჯის ქერსიანულ კულტს კონდა ბარბარეშ კულტიცკომა ქოძირ ორინე თინა ხოლო ორაგადრე ნამუდა ღორონ ბარბალე ჯეშო მერჩინერდუ ოფაჟდო მონაწიშ ოსურეფიშდო ბედიშ მათხილედდო მიმაჩამალო ბჟა ხოლო ოსურული ორთაჟდუდო ოსურ ადამიანეფიშ ცირასკუალეფიშ დიდალეფიშდო დალეფიშ მათხილედ იკოროსხუ მუჭოთ იზირენ კოლხეფიშ მერჩკინა ცაშხა ცაშდღა ხოლო რდუ მანგან წარე დღარხუ ცა მერჩინერდუ არძა ღორონთეფიშდო კოჩეფიშ შურიშ ორინელო ათეშენ ათემ დღას უღუდ ბრელ რიტუალ მარა თინა ხოლო კარკანტიათ იზირენ მუჭოთ ცაშხა დღარდუ ქომოლ კოჩეფიშ მათხილედ დღა ათეშენ ათემ დღას ვაშინერ ოჯახიშ მანჯღერეშ უღრელ ქორდდა თი
კომოკოჩიშ დასაფლება. ათენ დღას ბრელ მუდგარენ ხოლო ვაშინერ. თენეფიშკას არძაშუმო წალეთ ხილანდეს ორენჯიშ გმოჩამას. თენა ფენდას მეუდინუან ფანიას და ორენჯიშ ზარალი ქმაუნუ. საშხა დღას ხოლო რდუ საშხა უხამერიშ რიტუალი. ოინტერესო ხრე ხოლო ნამუდა საშხა დღას კაბეთ პიჩვანშე მავითა ამშვა დღათ ჰადრე ხოლო მარგალებ ჯეშო ღეჯი წირუნდეს კაპუნიას საწირო. თენარდუ ლინჯიშ ვარდა ქუაშკა. ნამუსუ დუღუთ კომოკოჩიშ ვარდა მაფურინჯეშ მეჯინა. ათაშ ნამუდა ანდღაჩკი რადიო გინოჩამას აჩკინ ფორმატშე გუშულიერი კუნტას ქიფჩი ჯვეი სამარგალოს თხირი ასტრალურ ღორონთეფიშ პანთეონშე ხოლო მურიცხებში ჩკი უმოს დეტალურა ქიფჩი წოხნე რადიო გინოჩამას ნამუსუ ჩეხოთ მურიცხების ერკებადო ისე რამდღაჩკი ვაგაბჩენდით მურიცხებში. ხო, აი ზუსტად და რამოდენიმე თემას ჩვენ მივუძღვენით კიდევაც გადაცემები ცალკე და ანუ ჩვენი მსმენელისთვის არ არის ეს უცხო. რა თქმა უნდა, თანდათან შევაჩვიეთ, უბრალოდ მათთვის უკვე ნაცნობია და შესაბამისად უკვე სხვა კონტექსტში წარმოვაჩინეთ, ანუ თუ როგორ იყო ეს რიგითობა დაცული და რა დროს რა რიტუალი ტარდებოდა. ირფერს მუჯდრო ადგილი უღუცა მარგალოს ჯეშო. ასე ხოლმე ქორდასინ გოლეჯგირი, მაგრამ ირთუმ ფიფქრენ ჭეჭეთ. ირფელი ვარ, მაგრამ მუდგარენ. წმენა აუცილებელი. ხო, არ არის მარტივი თემა გასაგებად, მით უმეტეს ვინც ეხლა სწავლობს მეგრულს, ხო? დიახ. მაგრამ ვინც იცის იმისთვისაც არ არის მარტივი, ასე რომ ქართული ვერსია გვჭირდება სასწრაფოდ ბატონო. კი ბატონო, აუცილებლად, მოკლედ როგორც ჩანს, კოლხურ სამყაროში აშკარა რომ ძლიერი იყო ასტრალურ ღვთაებებზე, ზე მთვარეთ, სასადავასკლავებზე რწმენა წარმოდგენები, რომელთა ძალიან ბევრმა გადმონაშთმა დღემდე ჩვენამდე მოაღწია. მეგრული წარმოდგენები შა სამყაროს დედა იყო, ხოლო თუთა ანუ მთვარე მამა. ამას კარგად გამოხატავს უძველესი ხალხური თქმა, შა დიდარე ჩქიმი, თუთა მოაჩქიმი, ანუ მზე დედა ჩემი, მთვარე მამა ჩემი. კოლხურ კვირის დღეების კალენდარში კარგად ჩანს ასტრალური ღვთაებებისთვის მიჩენილი საკრალური დღეები. შაშხა, შაშდღა იყო მზის დღე და არის კვირა. თუთაშხა, თუთაშდღა, მთვარის დღე არის ორშაბათი. ცაშხა, ცაშდღა, ანუ ცის დღე არის ხუთშაბათი. აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის დაკვირვებით ძველ საქართველოში მთავარ ღვთაებად მთვარეს აღიარებდნენ. ერთხადაც ჩანს მეგრულ ეთნოლოგიურ ყოფაშიც. სტრაბონის ცნობითაც ჩვენი წინაპრები ღმერთებას თვლიდნენ მზეს, ზევსს და მთვარეს, ყველაზე მეტად კი მთვარეს. სამეგრელოში და ლაზეთში დღემდე თვეს თუთას ეძახიან, თუთა კი მეგრულად და ლაზურად მთვარეს აღნიშნავს. მთვარის თაყვანიცემაზე ძვირფასნობის გვასწევს იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი. მეგრელებს ისე ეშინიათ მთვარისა, რომ არც ეშმაკისა, არც წმინდანებისა, არც ანგელოზებისა და არც თვით ღმერთის იმდენად არ ეშინიათ. სწამთ, როგორც სიმბოლო სარწმუნოებისა, რომ მთვარისაგან არის დამოკიდებული ყოველივე მათი ბედი და უბედობა და განრისხებული მთვარე უგზავნის მათ ყოველსავე უბედურებას, სნეულებას და თვით სიკვდილსაც კი. ამიტომაც დიდი გულის მოდგინებით პატისცემენ ორშაბათ დღეს, რომელსაც მათებურად ქვია თუთაშხა, ესე იგი მთვარის დღე. პირველად რომ ახალი მთვარე გამოჩნდება, ერთი მეორეზე უწინ ჩქარობენ დანახვას. ერთი რომ დაინახავს თავის ამხანაგს უჩვენებს, მის დანახვაზე ზოგი ხელებს გაიშვებს მთვარისაკენ, ზოგიც ქარქაშიდან ამოღებულ ხმას, ზოგი დანას და ზოგი ხუთს მოუხდის და თაყვანს სცემს. ორშაბათ დღეს გზავრად არ წავლენ, რაც უნდა დიდი საქმე ქონდეთ. ამ დღეს არავინ სახლიდან არაფერს არ გასცემს და არ სანათხოვროდ, არ საჩუქრად და არც გასაყიდად, რაც უნდა ვალდებული იყოს. დარწმუნებულნი არიან, რომ თუ ვინმე ორშაბათს თავის ხელით რამე გასცა სახლიდან, მთვარე ამას ხელს შეუწყობს და მისი სახლი ნელ-ნელა სულ დაცარიელდება და თვითონ დარჩება ღარიბი და უბედური. ამ დღეს არავითარ სამძიმო საქმეს არ დაიწყებენ, სამგზავროდ არ წავლენ, ყანებს არ დასთესენ, ვასს არ დარგავენ. ერთი სიტყვით ისე უქმობენ ორშაბათს, როგორც ებრაელების შაბათს. ამ დღეს ჰქონდა ცალკე სამლოცველო დღესასწაულის, რომელსაც ერქვა ოთუთაშხე, იგივე თუთაშხა ბედნიერი. ესე იგი ბედნიერი მთვარის დღე. ძველ სამეგრელოში ფიქსირდება ერთდღიანი მარხვა, რომელსაც თუთაშხა დოპიჩუა ეწოდებოდა, ანუ ორშაბათის მარხვა ეწოდებოდა. ამ დღეს დაბადებულ ადამიანებს ზედმესახელად თუთაშხელას ეძახდნენ, რაც ბედნიერს ნიშნავდა. ძველ სამეგრელოში ყოველ წელს ბუნებით ცოცხალი არსების გამოღვიძების დროს გაზაფხულზე, სავსე მთვარეობისას, კვირა დღეს მთვარიან ღამეში სამთლებს აანთებდნენ. მთვარის ღვთაებისადმი ლოცულობდნენ და ორშაბათ დილას მთვარის დღეს თუთაშ დღას ხვდებოდნენ დიდი ზარზეებით. ახალ თუთას, თუთაშხი ეკულას, თუთა მორთელიში მკოძირაფას, ანუ ახალი მთვარის გამოჩენას მეგრელები განსაკუთრებული მოლოდინით ხვდებოდნენ. მას აღიქვამდნენ სიკეთის მომტანად, ამიტომ მის მიმართ არსებობდა მრავალი დაკავშირებული რიტუალი. როგორც წესი გამოყოფდნენ მთვარე თუთას სამ ფაზას. ეს იყო ახალ თუთა, ანუ ახალი მთვარე, ცელია თუთა, ნახევარ მთვარე და გობშა თუთა, ანუ სასე მთვარე. და ამის მიხედვით აგებდნენ რიტუალებს. არსებობდა მთვარის სალოცავი, რომელსაც თუთაშთიას ეძახდნენ, ანუ მთვარის წეს უწოდებდნენ. მთვარისადმი აღვლენილი ლოცვის რიტუალის წინამძღოლ ქურუს მეგრულად თუთაში ეწოდებოდა. მათ ასევე უწოდებდნენ თეთრი გიორგი მსახურებს და მეგრულად ეძახდნენ გეგეშის, ჯეგეშის. ისინი ატარებდნენ საიდუმლო რიტუალს, რომელსაც თუთაშური ეწოდებოდა. მთვარი წინამძღოლ ვასპასსაც თუთაში ჟღერს უწოდებდნენ. მთვარი მამაკაცური საწყის მატარებელია და ის ერთგვარად ეპაიქრება მდედრობითი ბუნების მატარებელ მზეს. თუმცა ჩანს, რომ მათი ერთობლიობა აღიქმება როგორც ღვთაებრივი სრულყოფილება. მეგრელები სრულქმნილ ადამიანზე და ზოგადად სილამაზეზე დღესაც იტყვიან: "ჟადო თუთაშ აკნაწყორა", ანუ მზისა და მთვარის ნაზავი არისო. კოლხები მზესაც განსაკუთრებულ თაყვანს სცემდნენ. ისინი თავიანთ თავს მზიშვილებად მიიჩნევდნენ.
მისდევდნენ. ლეგენდის მიხედვით მეფე აეტიც ხომ ჰელიოსის მზის შვილი იყო. მზისადმი თაყვანისცემა კარგად ჩანს სხვადასხვა რიტუალებში. კერძოდ სამეგლოში, ჩვენ გამოვყოფთ ერთ-ერთს 21 დეკემბრის ღამე განსაკუთრებულად საკრალურ ნიშნობის მოვლენად მიაჩნდათ, რადგან ეს იყო ზამთრის ზებუდობის დღე, როცა დგება წლის ყველაზე გრძელი ღამე. ამ ღამეს მეგრელები გეუკუმელუა, ანუ უკუმელა ჟგერიას ეძახდნენ, რაც ნიშნავს ბნელზე ნათელის მრეობას. გეუკუმელუა ეს იყო სიმბოლური გამოხატვა დღის მზის სინათლის გამარჯვება ღამეზე, სიბნელეზე. გეუკუმელუა ღამის გადასვლის შემდეგ ხალხი რწმენით დილით ამოდიოდა ახალშობილი მზე, რომელიც ცხოვრების ახალ ციკლს იწყებს. ანუ იწყება მზეგრძელობა, დღის მატება. მან უძველეს დროში საერთო პოვა ბარბალე წარმართულ კულტთან, რომელიც მოგვიანებით წმინდა ბარბალეს ქრისტიანულ კულტს შეერწყა. აღსანიშნავია, რომ ღვთაება ბარბალეს ძველად ნაყოფიერების და მოსავლიანობის, ქალების და ბედობის ფარალად მიიჩნევდნენ. მზეც ქალური საწყისის მატარებელი იყო და ქალთა ასულთან ფარვალ ასტრალურ ღვთაებად მიიჩნეოდა. კოხთა წარმოდგენით, ცაშხა ცის დღეც იყო ასევე საკრალური დღე. ცა მიჩნეული იყო ყველა ღმერთის და ადამიანების სულების საბრძანებელ ადგილად. ცაშხა დღას, ანუ ხუჩაბას გააჩნდა თავისი რიტუალები. ეს დღე ასევე ითვლებოდა ოჯახის უფროსი მამაკაცის დღედ. ამიტომ გარდაცვლილი ოჯახის უფროს ამ დღეს არ დაკრძალავდნენ. ამ დღეს ასევე არ შეიძლებოდა ვაშინერდო. მთელი რიგი პროცედურები, მათ შორის ყველაზე დაცული იყო შინაურის საქონლის გაყიდვაზე აკრძალვა, ანუ ტაბუ დადებული იყო. ცაშხა დღას ხუჩაბათის დიდმარხვამდე 16 დღით ადრე სწირავდნენ კაპუნობის შეწირულ ღორს. კაპუნი არის სპილენძის ან ქვის კერპი, რომელიც გამოსახული იყო კაცის ან ფრინველის სახით. ჩვენი გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, მოკლედ შევეხეთ კოლხურ სამყაროში არსებულ ასტრალურ ღვთაებების შესახებ წმენა წარმოდგენებს, რაც შეეხება ვარსკვლავებს, მასზე შედარებით დეტალურად წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, რომელსაც ერქვა მურიცხების შერკება და ამიტომაც დღეს თავის შევიკავეთ მასზე, რომ დეტალურად გვესაუბრა. დიახ, მოკლედ როგორც სხვა დანარჩენი, ეს ძალიან საინტერესო გადაცემა და გავამახვილე ყურადღება. ხანჯალსაც ჩვენებდენო ახალთვარესო რაღაცა ამბავი ხელს აღაპრობდენო. ჩვენთან დღემდე არის შემორჩენილი საფულესაც ჩვენებენ ხოლმე. ჩვენთან არაფერი არ უნდა თქვან და ვერცხლი, ოქრო და საფულე, რო აი ფული და სხვადასხვა მე აქ არ ვინიშნავს, მატერიალური ამბავი და ზუსტად აი მატერიალურადაც გამოხატული იყო ეს ყველაფერი. ზოგადად მეგრელებში მიჩნეული იყო, რომ მზის მეტალი იყო ოქრო და მთვარის მეტალი იყო ვერცხლი. და სწორედ აი ამ ნივთებს წირავდნენ, მზეს წირავდნენ და მზისთვის სპეციალურად ამზადებდნენ ისეთ ნიმუშებს, რომელიც ოქროსგან იყო დამზადებული და გამოსახავდნენ, აი თვითონ გამოსახვაც იყო ოქროს სიმბოლური, ეს იყო იგივე ბორჯღალი და ასე შემდეგ, ხოლო მთვარეს მიმართებაში ზუსტად გამოსახულია, სწორედ ვერცხლზეა დატანილია მთვარის სიმბოლოები და მთვარის მთავარ შესაწერს, საწერ ცხოველად მიჩნეული იყო ხარი და კოლხური თეთრი მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე სოფლიოში აი ფულის პირველი ერთეულია, რომელიც მე-6 საუკუნეში დაიწყო წელიწადური მისი გამოშვება და იქ ასახულია სწორედ აი ვერცხლის მონეტებზე მთვარის ანუ სამი ფაზა, ანუ ჰეკატე მთვარეა გადმოცემული და მისი საწირი წმინდა საკრალური ცხოველი ხარია გადმოცემული და ეს ყველაფერი დოკუმენტურადაც არის დადასტურებული, რასაც ჩვენ აღვნიშნავთ და ვამბობთ და რასაც საუბრობთ. მოკლედ აი როგორ ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, თუ დაუკვირდებით, აი ძალიან საინტერესო ბმა და ჯაჭვია ღემდე. აი საოცარია ეს ყველაფერი. ხო და ეს ყველაფერი მეგრულ ენაში რომ არის შენახული, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი მეგრულ გამოთქმებზეც მე ჩვენ დაუბრუნდებით ისევ დღესაც აი თუ კი არ მოვიშველიებთ არქეოლოგიას უძველეს არქეტიპებს, მისი სემანტიკური ახსნა შეუძლებელია, მაგრამ სწორედ აი არქეოლოგიის დახმარებით იმ რიტუალებს, იმ ძველი ეთნოკულტურული მომენტების გასაზრდებით უკვე ხელშესახები ხდება თუ რამხელა სიმდიდრეს ატარებს მეგრული ენა. ეს არის სასწაული უბრალოდ, ანუ წინარე ქრისტიანულ ეპოქას მითოსური აზროვნებაც არის დასული და ქრისტიანული აზროვნებაც არის დასული და ეს ყველაფერი ერთმანეთთან ისე კარგად აქვს შეხამებული, ხო შერწყმული, რომ ფაქტურად აი კონფლიქტი კი არ იქნება, არამედ ერთმანეთთან ძალიან აი ჰარმონიულად თანაარსებობენ ეს ძველი და ახალი რიტუალები. საოცარია ნამდვილად. რა იქნება თემა მორიგი გადაცემის ხო, მოკლედ ვინაიდან ჩვენ ნახა ეს ასტრალურ ღვთაებებს შევხედოთ, მოდი სტიქიაზეც ვისაუბროთ და ბორიაშ ხვამაზე ვისაუბროთ, ანუ ქარის ლოცვაზე, ქარზეც. ამ დღა მოკონა ბორიაშ ხვამა. ზუსტად მაგის მიდამღეს გოღა ამ დღა და ჭუმე თაშიენია და გეგნობს კიდით ეს უმდღას და თვით საშხას ითე. ზუსტად აი რომ მოვდიოდი ეს ვიფიქრე რომ მოდი ახლა ვისაუბროთ ამაზე, იმიტომ რომ მეგრელები სხვადასხვა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ქარს და მიიჩნევდნენ ერთგვარ წმინდა სტიქიად ქარს და მის მიმართ აღევლინებოდა ლოცვა და მოკლედ მისი გულის მოგებასილობდნენ, ქარს ყავდა თავისი ფრინველიც, ანუ კი და ამას თავისთავად ცოტა ინტრიგა რო აღზრდა და მე მომდენო გადაცემაში ამას უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. დიახ, როგორც აღნიშნეთ, თუ გადაურჩით ამ სამდღიან ქარს, იქთა ხუჩაბაც ამ თემაზე იქნება გადაცემა. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, მოკლედ აი ყველაფერი როგორი დღეს აღვავლინოთ ქარიში ბორიაში ხვამა და გადავრჩებით. ხო, ეთერს გარეთ, ჩუმად გავაკეთოთ ჩვენ. კი ბატონო და მე უკვე გაუზიაროთ, აბა რამდენად გაჭრა ამ ყველაფერმა იქთა ხუჩაბაც. ფაქტების დადასტურებულია ხალხმა ყველა ჩვენი გადაცემა და ახლა პრაქტიკაშიც ვიყენებთ რაღაცებს. და რა ვიცი, აი როგორ გამოვა, არ ვიცი, ამასაც გაგიზიაროთ.
მადლობა ბატონო, ასეთ საინტერესო თემებისთვის, ამ ყველაფრის მომზადებისთვის და ასე საინტერესოდ მხატვრულად და გემრიელად მიწოდებისთვის მსმენელისთვის, რომ არ არის მარტივი თემა და არ არის მარტივი ასეთი ფილოსოფიური და ცოტა ღრმა თემები, ასე მარტივად და გასაგებ ენაზე მიიტანო ნებისმიერი ადამიანის ყურამდე. და მადლობა თქვენ ამისთვის, მადლობა ყველას, ვისაც სრული მიუძღვის ამ გადაცემის შექმნაში და მადლობა განსაკუთრებით ჩვენს ერთგულმსმენელს აქტიურობისთვის, გორჩი დგომისთვის და მოტივაციისთვის. მოკლედ ასე იყო ჩვენ დღევანდელი გადაცემა. გადაცემას ორნი უძღვებით ისტორიკოს მკვლევარი ბატონი ლაშაჯიქია, მე სოფია ხოსიშვილი, მოვალ ხუთშაბათამდე დაგემშვიდობებით და ჩვენ ყველა გადაცემები ნახეთ ვებზე რადიო ათინათის წერტილი, Facebook-ზე რადიო ათინათი და YouTube-ზე ოდაბადეშ კინოხონი. ჩაწერეთ და ყველა გადაცემას იქვე ნახავთ ხოლო ლაივ რეჟიმში. ყოველ ხუთშაბათს 18:18-ზე ოდაბადეშ კინოხონის დროა. ჯიროზოჯუდად გაიხარეთ, მოკლედ მეც დავამატებ ორიოდეს სიტყვას. როდესაც აღნიშნეთ დღეს ჩვენ რომ ჟადო თუთაშაკ ნაწყორაო სილამაზეზე პირველ რიგში თქვენ წარმოგიდგენთ ბატონო სოფიო და მოკლედ მინდა ჩვენს რადიო გადაცემებს უსურვო ჟადო თუთაცალი ართიანს ქემერჩინო დანია თქვანა ჩილდო კომონჯებს უზალიანთეს ოდო სოიშაბ ჟადო თუთაქორენ არძა ჯგირობუა და ბედნერებას უზალა გახარებედათ მიარე წანებს კოფედად წმოძინელა გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. გადაცემა ოდაბადეშ კინოხონის სპონსორია ლიბუფუდი. ლიბუფუდი ადგილზე დამზადებული უმაღლესი ხარისხის ნახევარფაბრიკატები, როგორც მოხარშულ, ასევე გაყინულ მდგომარეობაში. შეიძინეთ კონსტანტინე გამსახურდიას 34-სა და რუსთაველის 253-ში. შესაკვეთად დარეკეთ 579-29-29-22. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში.